ეგრეთ წოდებული 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 8 პირს ალექსანდრე ხაბეშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძეს, ვახტანგ ფიცხელაურს და თემურ ქურციგიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ყველა მათგანი დღეს სასამართლოს ხტომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. მხარებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დაამტკიცა. 8 პირს საპროცესო შეთანხმება 3 წლიანი პირობითი მსჯავრით განესაზღვრა. პროკურატურა მათთან შეთანხმების გაფორმებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც ბრალდებულებმა ბრალი აღიარეს და საქმეში არსებული მტკიცებულებები უდაო გახადეს. ამ ეპიზოდს 12 ბრალდებული ჰყავს, თუმცა 4-მა აბონ ავერიანმა, ანტონ უპერმა, რომელიც ზებნაშია, ნანა სანდერმა და მარია მეყანწიშვილმა ბრალი არ აღიარეს. შესაბამისად, მათ საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდათ. მათი საქმის განხილვას მოსამართლე თამარ მჭერლიშვილი გააგრძელებს. თული იყო, მაგრამ თავისუფლების ფასი ყველაფერზე დიდია რა. ეს მაქსიმალურად თავისუფლება არის ყველაზე დიდი რამ. პირველი ოჯახს შევეხუტებით. მონატრებულ ადამიანებს და შემდეგ პრობლემები. ბრძოლის გაგრძელებას როგორ აფერხებთ? შევეცდები, კი. პირველ რიგში ყველა პატიმარს მივესალმები და მოვიკითხავ, რომელიც საქართველოს ნებისმიერ ციხეში იმყოფება, მათ მალე გათავისუფლებას და თავის ოჯახებში დაბრუნებას მოუსურვებ. მივესალმები ჩვენს თანამოსაყრეებს, რომლებიც მელოდებიან, მიყურებენ, შემოგევლეთ ბიჭებო. ასევე ყველა პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანს მივესალმები და მადლობას გადავხდი იმ ბრძოლის და რასაც აკეთებენ და აპირებენ მომავალში. მე ჩემზე იმას ვიტყვი, რომ ეს არის ჩემი ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც გავიარე, გაჩერებას არ ვაპირებ ბრძოლას, რაღაცა პასუხისგებლობა, რომელიც მეკისრებოდა, იმ პასუხისგებლობით დავდივარ და ვაპირებ, რომ ამ პასუხისგებლობით ვიარო, ასე რომ დიდება საქართველოს, გამარჯობა ჩვენ და თქვენ მადლობა. მოვიკითხავს ყველა პოლიტპატიმრებს განსაკუთრებულად იმას კიდევ, ვინც 4-ში არიან დაკავებულები და საპროცესოზე არ წავიდნენ დიდი სიყვარული და არავის მიტოვებას არ ვაპირებ და ყველა იცოდეს, რომ ბრძოლა გრძელდება ჩვენი ქვეყნის განთავისუფლებას. ბრალდებულებიდან ნაწილს ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ნაწილს კი ჯგუფური მოქმედების, აგრეთვე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. მათ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მოგვიანებით საპროცესო შეთანხმება ამავე საქმეზე ბრალდებულ კიდევ 6 პირს, გიორგი ქორქიას, გიორგი რურუას, ხვიჩა გოგოხიას, ლევან ჯიქიას, ლაშა ივანაძეს და სერგო მეგრელიშვილს გაუფორმდათ. შეთანხმება მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ დაამტკიცა. 6-ვე პირს საპროცესო შეთანხმება 3 წლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმდა. საპროცესო შეთანხმება 14 პირიდან არ გაუფორმდა ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშს და რამაზ მამალაძეს. მათ ბრალი არ აღიარეს.